წითელ თევზს ვაკეთებ, მეგობრებო და იქნება რომელიმეს დაგაინტერესდეთ. აი რაღაცნაირად უთქვენოდ ვერ ვაკეთებ ხოლმე და რა გავაკეთო. აი ამ თევზს ჩემი ძვირფასებო. ასე. ავიღებთ, აი ასე. პირველ რიგში დავაჭრით აი ასე. თუ რომელიმეს გამოგადგებათ ხოლმე ეს ჩემი რჩევები, დამიწერეთ ხო. უბრალოდ სტიმულია ჩემთვის. მე ამდენს ვლაპარაკობ და ერთი რაღაც ტყარო დაწეროთ გიზარებათ კაცო. აი ასე შევაჭრათ გოგოებო. შემდეგ ავიღოთ აი ესეთი ხერხა დანა, ხო? ყველას გვაქვს სახში. დავიჭიროთ და აი ასე გავაცალოთ ფარფლები. ყველაზე გემრიელი, ყველაზე კარგი რა ჩემთვის ჩვენს ოჯახში ეს თევზია, მეგობრებო. იაფთასიან თევზებში რა, თორე ასაწინები და სათალები და ეგეთი რაღაცებს რა არ ვედრება. 10 ლარიღეს კილო. ჩვენთან ძვირფასებო და მომივიდა რამდენი? 1 2 3 4 5 6 7 8 ცალი მომივიდა აი ასეთი. და აი ესე ამოვაცალოთ. ხო ჩართული მაგ. სულ ამაზე მაქვს პრობლემა რა, გუგუებო, ჩართულია. ვერ ვიყიდე ვერა ისეთი მოწყობილობა, რომ თან მოცქირო და წარამარა არ ვიძახო. აი მეებსაც გავაცლი მე რეცხვაში. აი გაჩვენოთ, აი ასე. მე მithkom წყალს გავატან მეთქი, მაგრამ განახოთ, აი ესეც გავასუფთავთ. აი ასე. ესეც აუცილებლად გააცალებ, თორე სიმწარე იქნება. აი ასე. ერთად გავაკეთებ და შემდეგ დანარჩენს რას ვაკეთებ, იმასაც გადავიღებ. აი ესე დავაჭრათ გოგოებო. აი ასე. აი ასე. ესე დავიჭიროთ და გავაცალოთ ფერფლები. რამდენ საქმეს ვაკეთებ სახში, მეგობრებო, აი რამდენს და უხელფასოთა მუშაობ რა, არ მოიტყვიან. ყველაფერს მე ვაკეთებ აბსოლუტურად. აი დაწყებული ხორცის დამუშავება, თევზი გინდა ყველაფერი ერთი სიტყვით თუ კი რამე კეთდება ქალისა თუ კაცის საქმე და ხელფასი არა მაქვს. ვინას მოგცემს. დავემუქრები ხოლმე ევროპაში წავიდე მეთქი და მარტო კერძები ვაკეთო, რამდენ ხელფასს მომცემენ. მეთქი რა სიტყვით თქვენ. აი ასე მეგობრებო, იმას ჩავაგდებ ახლა წყალში. ზოგს კიდე წყალში დანით კარგად დავამუშავებ და დანარჩენს კიდევ დაგიბრუნდებით. ეს უკვე ძალიან გამეშვარა, გამოვცვლი. დარჩა ეს ერთი ცალიღა მეგობრებო. და ესეც მინდა მაინც კარგად განახოთ. დავაჭრათ ფარფლები, აი ასე. ხელში რო არ შეგვეჭვებს და მუშაობის დროს ჯერ ესენი მოვაშუროთ გოგოებო. აი ასე. შემდეგ დავიჭიროთ ასე და აუცილებლად უნდა აინახეთ აი ესენი უნდა გაეცალოს. всё. აინახეთ. ზოგს კიდე წყალში. და უეჭველი ესე გავჭრით, ესე და აი ეს შავი რაც აქვს, უნდა ამოეცალოს. აი ეს გადაიფხიკოს, აი ასე. შემოლამაზებო.
აი ასე და ზოგ წყალში დავამუშავებ. აი ასე. გულიანად უნდა გაკეთდეს, რასაც გავაკეთებთ. აი ასე და ეხლა რასაც გავაკეთებ, კიდე ჩავრთავ. დავრეცხე მეგობრებო, 7 ცალი ყოფილა. 1 კილოს დაუჭერია 7 ცალი გამოვიდა. ერთი სიტყვით 10 ლარის არის ძვირფასებო. აი ესე გავამშრალებ ეხლა. კარგად. ой, თუ ჩანს ეს, აი, თუ ჩანს ეს ქონებია მეგობრებო. თუ ჩანს, მოიცა? აი ეს ქონებია, რაც გადავადენი დღეს. ეს ქონებია. ეხლა გავამზადოთ მეგობრებო, აიღოთ სამზარეულოს პარკი, აი ეს. ერთს გეტყვით კიდე თევზის ჭურჭელი რაც იქნება დარეცხეთ ცივი წყლით, რომ სუნით საერთოდ არ აქვს. და თუ მაგალითად დარეცხავთ ცხელი წყლით, სუნს ვერ გააცლით მეგობრებო. 1 კოვზი კრახმალი კარტოფილის, კრახმალი ქვია, კრახმალი კარტოფილის და დაახლოებით 2 სუფრის კოვზი, ფქვილი მარილი დამავიწყო და მოვიტანო. მარილი მეგობრებო და თუ გექნებათ მაგალითად სვანური მარილი, ხო? ეგრევე კარგი ნამდვილი სვანური მარილი. სუნელები არაფერი გინდათ, არც მარილი, ეგრევე ჩაყარეთ. მარილი ისე უნდა ხონდეს, ცოტა მეტი უნდა თევზს, საერთოდ. ესე ჩავყარეთ, შემოყარდებოდა. აი, აქ ამაქვს ყველანაირი სუნელი, რაც სვანურ მარილს აქვს. რა, ერთი სიტყვით, თევზის სუნელიც არის, უცხოა, პაპრიკა, ცოტა მწარეც არის, ქინძიც არის, ხმელი ცოტა ნიორიც არის და ამ ყველაფერს ჩავყრი. ძალიან უხდება ეს ყველაფერი შეწვის პროცესში. საერთოდ თევზს რა, და ესე აურევთ კარგად, შემოყარდებოდა. ეხლა ამ თევზებს ჩავყრით შიგ. აი, ასე. რო გადმოყრით შემდეგ აქედან სინზე გადმოყარეთ, ჯერ მე ამ პაკს გავაჩერებ, არ მეჩქარება შეცვალ, ჯერ სხვა საქმეები მაქვს. თუ დააყოვნებთ ცოტა ხანი ამ თქვენ დამუშავებულ თევზს, კარგი იქნება, ჩემო ლამაზებო. აი ასე შევკრათ და 1.5 საათი უნდა გავჩერდეს, რომ აი ესე ამოატრიალებთ და აი ესე აუვებთ კარგად. აი ასე გააჩერეთ. შემდეგ სინზე გადმოყრით, აი ნახეთ, აი ეს პარკი შეიძლება აღარ იხმაროთ, მაგრამ მე ვრეცხავ და ვინახავ ჩვენივრად და ეს ისეთ ნახეთ, აი რო გამოიყურება, ესე გავაჩერებ პარკშივე, რომ გაუჯდება გემოები და შემდეგ შევწავ ცხელ ტაფაზე, ზეც დავასხავთ, ცხელი უნდა იყოს ტაფა, რომ არ დაეკრობა და დავაფარებთ ერთ მხარეზე, რომ შეიწება, ამოატრიალებთ მეორე მხარეზე და აუცილებლად დააფარეთ თავსახური. გააშუალეთ ცეცხლი და თავსახურით შეწვით, ჩემო კარგებო, თუ გინდათ რომ გემრიელი გამოვიდეს. პირველ დადებაზე არა თავსახური, რო ამოატრიალებთ, მერე დააფარეთ და ძალიან გემრიელია და დამიწერეთ თუ ესეთი წესით გააკეთებთ და მოგეწონათ. აბა დროებით ჩემო ძვირფასებო და მე მგონი კარგი რაღაც კიდე შემოგთავაზეთ. მიყვარხართ.